საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მინდა წარმოგიდგინოთ შუალედური ინფორმაცია ავგან მუხტარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით და გაგაცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მიმდინარე წლის 30 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ავგან მუხტარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ავგან მუხტარლის თავისუფლების უკანონო დახკვეთის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეო ჩანაწერი, მათ შორის 10 ობიექტიდან, რომლებიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე. ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა 19 კამერის ვიდეო ჩანაწერი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ნომერ 2-ში მდებარე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების ობიექტის ვიდეო ჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი ფერის მაისურით, სავარაუდოდ ავგან მუხტარლი ნომერ 4 სამარშრუტო მიკროავტობუსში ჯდება. გამოძიების მიერ გამოიკითხა ხსენებული სამარშრუტო მიკროავტობუსების ყველა მძღოლი 22 მოწმე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: მეტროს სადგურ სამასი არაგველებიდან, კოლმეურნეობის მოედნის და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარე მოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. ამასთან 4 ობიექტიდან, რომლებიც ავგან მუხტარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ამოღებული და დათვალიერებულია 27 ვიდეო ჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებში მოცემულ პერიოდში ავგან მუხტარლი არ ფიქსირდება. ნიაღურის და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინციდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკითხულია 343 მოწმე. სასამართლო განჩინებით შპს მაქტიკომიდან გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით ავგან მუხტარლის ფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტელეფონის ეგრეთ წოდებული იმეი კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე. გამოძიების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და ავგან მუხტარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე, ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ. ავგან მუხტარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება პირადი დაცვა, რაზეც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა უარი. ავგან მუხტარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დამცველი ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების საშუალება. ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება. აქვე ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა გამცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამის თაობაზე ჩვენ გქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე განეკუთვნება საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს და სწორედ ასეთი საქმეების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩვენი უწყების რეპუტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან საზღვრის ეფექტურ
კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში არავითარი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ ზემო აღნიშნულ უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ერთის მხრივ სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორეს მხრივ კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს სტოვებენ. გამოძიებას არ აქვს უფლება გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად.